მოგესალმებით. დღეს გვაქვს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემა, ეს ეხება ნარკოპოლიტიკას, როგორც ვიცით, ქვეყანაში კაცრდება ნარკოპოლიტიკა. ზოგადად დავიწყოთ საუბარი ქვეყანაში არსებულ პრობლემაზე ამ მიმართულებით. მამაო, წარმოგვიდგინეთ ეს თქვენი თავი და შემდეგ გავშალოთ თემა. მოგესალმებით, დეკანოზე დავითი, მარკოს ეფესელის ეკლესიის ტაძრის წინამძღვარი. პირველ რიგში მე შევეცდები ეკლესიის საუბრება მოკლედ გადმოგცეთ ნარკომანიასთან შესახებ. როგორ უყურებს ეკლესია ნარკომანიას? ეკლესია საჯაროდ აცხადებს, რომ ნარკოტიკების მოხმარება არის ცოდვა, რომელიც ანგრევს და ანადგურებს ადამიანს, მის ღმერთის მიერ შექმნილ ბუნებას, მის ხატებასა და მსგავსებას. იგი იმავდროულად არის საკუთარ თავზე ხელის აღმართვა, რადგან ყველა ნარკომანმა ასე თუ ისე იცის, რომ ნარკოტიკების მოხმარება იწევს ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მოშლას, რასაც ხშირად ლეტალური შედეგი მოსდევს. სოციალური თვალსაზრისით ნარკომანია არა მხოლოდ ინდივიდის, არამედ მისი ოჯახის ახლობლებისა და საზოგადოდ მთელი საზოგადოების პრობლემაა. ხშირად ნარკომანია ხდება ოჯახის წევრებს შორის განხეთქილების, ოჯახური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძვლის, ურთიერთპატივისცემის, ზრუნვის, სიყვარულისა და ერთგულების უგულებელსყოფის მიზეზი. შედეგად ინგრევა ოჯახები. ასევე არც თუ იშვიათად ნარკომანის ოჯახის წევრები თავადაც ხდებიან ნარკოდამოკიდებულები. ნარკომანიის ფართო გავრცელება კი იწვევს მთელი საზოგადოების სულიერ დეგრადაციას. ხდება ეგოიზმის გავრცელება და ადამიანების ერთმანეთის მიმართ გაუცხოება, ფუნდამენტური სულიერი ფასეულობებისა და ზნეობრივი ორიენტირების დაკარგვა. ასევე მძიმდება კრიმინალური მდგომარეობა, რადგან გაჩენილი ნარკოდამოკიდებულება ხშირად უბიძგებს ადამიანს სხვა ცოდვილი ქმედებებისაკენ, როგორიცაა ნარკოტიკების გავრცელება, თაღლითობა, ქურდობა, ძარცვა, პროსტიტუცია, სხვისი დაზიანება, მკვლელობაც კი. ხშირად ნარკომანი სიცოცხლეს მძიმე ცოდვით თვითმკვლელობით ამთავრებს. ნარკოტიკების მოხმარების პერიოდში ადამიანს შეუძლია ჩაიდინოს ისეთი დანაშაულებრივი ქმედებები, რის გაკეთებაც ის ვერასოდეს გაბედავდა ნორმალურ პირობებში. ადამიანი ნარკოტიკების მოხმარების მიზნით ყიდულობს, კონტაქტში შედის კრიმინალურ სტრუქტურებთან და ხდება კრიმინალური ბიზნესის ჯაჭვის რგოლი. ეკლესიის დამოკიდებულება ნარკომანიისადმი გადმოცემული წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლეში. სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ მომთვრალეთა. ნარკომანია კი არის მემთვრალეობის ყველაზე მძიმე და უარესი სახეობა. იგი ადამიანის სულს უღებს დემონურ ძალებს. ეკლესიის დამოკიდებულება ნარკომანიისადმი იმაში გამოიხატება, რომ ეკლესია კრძალავს ნარკომანებისათვის წესის აგებას იმ შემთხვევაში, როდესაც ნარკომანი ამ ქვეყნად სინანულის გარეშე გადის. ეს საკრძალვა მხოლოდ იმით კი არ აიხსნება, რომ ნარკოტიკების არასამედიცინო მიზნით სისტემური მოხმარება ნელი თვითმკვლელობის სახეობაა, არამედ იმითაც, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის ზემოქმედება გარკვეულ დემონურ მომენტს შეიცავს. არსებობს სამი სამყარო: უმაღლესი სულიერი, რომელიც წარმოადგენს ზეციურ ეკლესიას, მიწიერი სულიერ მატერიალური, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, და ქვესკნელი, დაცემული ანგელოზებისა და იმ ადამიანების სამყარო, რომლებიც თავიანთი წოდების გამო დემონს დაემსგავსნენ. ჩვენ ვართ ანგელოზური და დემონური სამყაროების გავლენის ქვეშ, მაგრამ ჩვენი სხეულის მატერიალურობა არ გვაძლევს ამ სამყაროების მათი ბინადართა დანახვის საშუალებას. დემონის ადეპტებს, მათ შორის ნარკომანებს, თავი ისეთ მდგომარეობამდე მიჰყავთ, რომ ისინი უკვე ხედავენ დემონურ სამყაროს და ურთიერთობენ კიდეც მასთან. ასე დროს ადამიანის თვითშეგრძნება ეკარგება, მასში ხდება სულიერი და მშვენიერი ძალების დათრგუმა. ზნეობრივი გრძნობები უკიდურესობამდე იზღუდება. შემოქმედებითი ძალა ცვლის შემოქმედებით ძალა ცვლის უმართავი ფანტაზია, ან თუ გნებავთ დემონური სურათების ჭვრეტა.
ნარკომანის ზმანებები, ჰალუცინაციები, ეს არის დემონური სამყაროში გასვლა. ასე რომ ნარკომანია ეს არის დემონურ ძალებთან ურთიერთობა. ადამიანი გადაიქცევა ერთგარ ცოცხალ გვამად, რომელსაც თოჯინასავით მართავს დემონი. ადამიანის სული სიცოცხლეში ეშვება ქვესკნელში. ნარკომანი ეკლესიიდან განკვეთს თავს. ამგვარად არსებობს საფუძველი იმის თქმისა, რომ ადამიანს, რომელიც ქრონიკული ნარკოტიკული სიმთვრალის ზემოქმედებაში იმყოფება, თავი ისეთ მდგომარეობამდე მიყავს, რომ მისი სული მუდმივ კავშირიაშია დაცემულ სულებთან, თავად ეშმაკს მიემსგავსებული ხდება. და თუ ნარკომანი სინანულის გარშემო მოკვდება, ეკლესია მას ქრისტიანული დაკრძალვის წესს განაშორებს. ამ ქმედებებით ეკლესია მოწმობს, რომ მას აღარ შეუძლია მისი სული შველა და სახსნა ჯოჯოხეთისაგან. ეკლესია მამობრივი თანაღწნობით ეკიდება ნარკომანის მსხვერპლთ და მათ განიხილავს როგორც ნეულ ადამიანებს, რომელთაც კურნალობა ესაჭიროებათ მანკიერების დასაძლევად. ამასთან ნარკომანია არის ქრონიკული პროგრესირებადი, რთულად სამკურნალო დაავადება, რომელიც ვლინდება ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ და სულიერ დონეზე. ნარკომანის სტაბილურ რემისიაში მოსაყვანად უპირველეს ყოვლისა საჭიროა მისი სურვილი და ძალისხმევა, ასევე კომპეტენტური ყოვლისმომცემელი დახმარება სპეციალისტების, ექიმების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და სასულიერო პირების მხრიდან. ამგვარად ეკლესია არ უარყოფს სამედიცინო დახმარებას ნარკომანიის მწვავე სტადიაზე მყოფთათვის. ამასთან ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრევენციასა და რეაბილიტაციას, როგორც კურნების ეფექტურ საშუალებას ნარკოდამოკიდებულის კურნებისათვის და მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეგნებული ჩართულობისათვის. ამისთვის ნარკოდამოკიდებული უნდა იყოს რეაბილიტაციის აქტიური და შეგნებული მონაწილე, რომელიც მზადაა დიდი ძალისხმევა გამოიჩინოს ნარკოდამოკიდებულების დასაძლევად. ეკლესიის მსახურს შეუძლიათ და უნდა დაეხმარონ ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, როგორც ღმერთის თანამშრომლობა მონაწილეობა მიიღონ განკურნების პროცესში. ამასთან ეკლესია არ ამართლებს ჩანაცვლების თერაპიას, მეტადონისა თუ სხვა ანალოგიების გამოყენებით. ჩანაცვლების თერაპია ამცირებს სოციალურ ზიანს, მაგრამ ეკლესიის თვალსაზრისით ეწინააღმდება მთავარ მიზანს, განკურნებას, ადამიანის სულის ფერიცვალებას, ცათა სასუფეველის დამკვიდრებისათვის. ეკლესია ასევე კატეგორიულად ეწინააღმდება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენების ლეგალიზაციას, მათ შორის ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების ლეგალიზებას, რადგან ასეთ მსუბუქ ეგრეთ წოდებულ საყლოდო ნარკოტიკებს ასევე სავალალო შედეგები მოაქვს მათი მომხმარებლებისათვის და მათი მსხვერპლის შესახებ ხშირად გებულობს ქართული საზოგადოება. აი ეს არის მოკლედ რომ გადმოგცეთ ეკლესიის სწავლება ამ პრობლემასთან და სწორედ ამიტომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში გაცილდება, არის თქვათ 20 წლამდე პატიმრობა, ვადოპატიმრობა, მცირე დოზებით შემცირებულია, მაგალითად მოვაჭრესთან დაკავშირებით საერთოდ ქონების კონფისკაციაზეა საუბარი. ზოგადად თქვენი შეფასება ამ პრობლემის მიმართ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და გვჭირდება თუ არა კაცრი კანონმდებლობა და რა შედეგზე გამოყვანს ეს? აი ქვეყანაში ახლა რა მდგომარეობაც არის, ეს არის კატასტროფული მდგომარეობა. ფაქტიურად უპავენ ქართულ ახალგაზრდობას. განსაკუთრებულად მოწყვლადია ახალგაზრდები. წესით უნდა გამკაცდეს. კარგი იქნება რომ გამკაცდეს ეს როგორ რანაირად კანონმდებლობის ფუნქცია, იმათმა უნდა მიიღონ ეს კანონები, მაგრამ აუცილებელია რომ გამკაცდეს. ეხლა რაც არის, ფაქტიურად ასე არის იღუპება. რაც შეეხება ნარკოტიკების გამავრცელებლების მიმართ, იმათ საერთოდ უფრო განსაკუთრებული სიმკაცრე უნდა იყოს. აი ესეთი არის ჩვენი პოზიცია, სიმკაცრე უნდა იყოს. და ეს სიმკაცრე რა შედეგებზე თქვენი გათვლით, რა შედეგებზე გამოყვანს? შემცირდება მოხმარება თუ აი რა? აი ნახეთ როგორ არის პირველი, მე რაც წავიკითხე ცნებაა რომ არ დათვლი.
კაცი ამას უგულებელს ყოფს. კანონის რო ეუნება, რომ დაიჟება თან კაცრად. აი შიშის გამო ბევრი ადამიანი თავს შეიკავებს. და რაღაცნაირად ვფიქრობთ, რომ შედეგს გამოიღებს. თუ ნამდვილად იმოქმედა ამ კანონებმა, შედეგი იქნება. მამა დავით, განსაკუთრებულად იგივე კითხვით. არსებული რეალობა, განკაცებული ნარკოპოლიტიკა და შედეგები. პირველ რიგში მოგესალმებით. და დავიწყებ იმით, რომ ისევე როგორც ნებისმიერი თქვენგანი ჩვენი მაყურებელი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გადამწყვეტი უმრავლესობა ჩვენს განსაკუთრებული გულისყურით ვადევნებთ თვალს იმ მოვლენებს, რომელიც ხდება როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მსოფლიოში. და თავში უნდა ვთქვათ ის, რომ ფაქტობრივად 30 წლიანი ლოდინის შემდეგ ჩვენ გვაქვს იმედის მოცემულობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სახელმწიფოს ხელისუფლებამ დაიწყო დამოუკიდებლობის გზაზე სიარული. რაც ნიშნავს იმას, რომ რაც დეკლარირებული, რასაც ხედავთ, რომ სახელმწიფოს მათი ხელისუფლების საშუალებით აღარ სურს იყოს დიდი სახელმწიფოებისადმი მონურ ვასალურ დამოუკიდებულებაში. და უკვე ამ ფონზე დადგა დღის წესრიგში ისეთ საკითხების წინა პლანზე წამოწევა, რომელიც უწინაც უნდა ყოფილიყო და ყოველთვის უნდა ყოფილიყო, მაგალითად მშვიდობის საკითხი. რასაც მსოფლიოში ვხედავთ, იმ ფონზე მით უმეტეს. ასევე ლგბტ პროპაგანდის საკითხი, რომელიც საკანონმდებლო ბაზაში მყარად უნდა აღიბეჭდოს, მათ შორის უმთავრეს კანონში, კონსტიტუციაში. ასევე უცხოური გავლენის კანონი აუცილებელია და უნდა იყოს, ეს იქნება ფარასახით როგორ იქნება, მაგრამ უნდა იყოს ეფექტური, რომ სახელმწიფო ფეხზე იდგას. მეზობელ სახელმწიფოებთან განსაკუთრებული თბილი და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების საკითხი. მათ შორის ჩრდილოეთ მეზობელთან, რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის განხორციელების საკითხი, რაც უნდა გახდეს წინა საფეხური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრისა. ასევე განათლების სისტემაში ძირეული რეფორმაციის საკითხი, აგერ უკვე რამდენი წელია ეს იყო წინა აღარ ვიტყვი 9 წლიანი ხელისუფლების დროს თუ დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ ამ საკითხს არა და არ მიეხედა. და კიდე აი ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ახლა შემოვიდა და დადგა დღეს წესრიგში, ეს არის ნარკომანიის, ესეთი საშინლად გავრცელებული ნარკომანიის საკითხი და დასავლეთიდან თავსმოხვეული ლიბერალური ნარკოპოლიტიკის საკითხი, რომელსაც კორექტირება ჭირდება. და ცოტა ხნის წინ, რამოდენიმე დღის წინ გამოვიდა უმრავლესობის ლიდერი, ჩვენ ტელევიზიით მოვისმინეთ მამუკამნერეს და ასეთი ტერმინი გამოიყენა ანტინარკოტიკული რეფორმა. ამის დაწყება გვინდა. ეკლესია და ზოგადად ეკლესიური ადამიანი როგორ შეიძლება იყოს წინააღმდეგი ანტინარკოტიკული რეფორმის. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთი მხრივ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა, მეორე მხრივ დღეს უკიშენებენ, რომ ზედმეტად გამკაცრებული ნარკოპოლიტიკა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ეს არის ანარეკლი იმისა, რაც დღეს სამყაროში და ჩვენს ქვეყანაში ხდება. ლიბერალური და ტრადიციული ფასეულობების ჭიდილის ერთ-ერთი გამოვლენებაა ეს საკითხი და გამკაცების ნაწილში ჩვენ ხომ ლიბერალიზაცია მოვახდინეთ, თუნდაც კონკრეტულად მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ხომ მოვახდინეთ, ჩვენ რა მოვახდინეთ, სახელმწიფომ ხომ მოვახდინა და როგორ მოვახდინა, არა კანონმდებლობის, არამედ შევახსენებთ. ეს არის 2018 წელი 30 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სამართლომ. საკონსტიტუციო სამართლოს იმ 80-ის გვარებს, რომელიც ეგრეთ მაქვს, არ ვიტყვი განგებ. იმიტომ რომ ძალიან კი უნდა იგრძნონ მათ ეს ძაფრი პასუხისმგებლობა, მაგრამ ნუ ახლა დღეს ყოველ შემთხვევაში ეს არ ვთქვათ. მოუბრალოდ გეტყვით, რა სფეროებს მიაკუთვნეს ეს ნარკოტიკული საშუალება, მარიხუანა და რა მიიღეთ ამით. და აქედან გამოვიდეთ, გამკაცრება რამდენად იქნება ჩვენთვის მისაღები. აი ჩვენ გვეუბნებიან მოსამართლეები თავის გადაწყვეტილებაში. ეს არის სამოტივაციო ნაწილის მეოთხე პუნქტი, რომ მარიხუანას მოხმარება ძირითადად ხორციელდება დასვენების, განტვირთვის, გართობის მიზნით. საქართველოს საკონსტიტუციო სამართლომ
უკვე მიიღო გადაწყვეტილება, სადაც დასახელებული მიზნებით მარიხუანას მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ სფეროს. რაც ადამიანს უფლებას რთავს სახელმწიფოს ჩარების გარეშე გადაწყვიტოს თუ რომელი ტიპის გასართობი თუ რეკრეაციული აქტივობით დაკავდება იგი. ეჯგურა შეიძლება ადამიანის გასართობი აქტივობები მიეკუთვნება მისი პირადი ავტონომიის სფეროს და ასე შემდეგ. ანუ ეს ადამიანის პიროვნული განვითარების სფეროს მიაკუთვნეს მარიხუანა. მოხდა დეკრიმინალიზაცია და ამით რა მივიღეთ? 2018 წლიდან დღემდე 7 წელი გავიდა. მივიღეთ უამრავი საშინელება, არა მხოლოდ მარიხუანას მოხმარება არის ფაქტობრივად გათავისუფლებული სახელმწიფოს სანქციებისგან, არამედ ადამიანებმა თავისი ფსიქოლოგიური დამოკიდებულებით მივიდნენ იქამდე, რომ ეს სხვა ნარკოტიკებზეც ძალიან გაადვილებულია. ნარკოტიკების სხვადასხვა საშუალებები ჩამოვთვალოთ დღეს რა პრობლემები გვაქვს ჩვენ. პირველი მძიმე ნარკოტიკების საშუალებები. შემოტანის საკითხი, გავრცელების საკითხი, ურთიერთგადაცემის საკითხი, აგერ დინარაძემაც ისაუბრა, შეიძლება ერთმანეთს ბოდიში და გაუყონ პატივიცენ წყალებში და არა გაყიდონ. ესეც გავრცელებაა და უნდა იყოს რა თქმა უნდა დაჟადი. თუ როგორ რამდენი წლით უნდა ისჯებოდეს თქვა გისწრებს მიღება ადამიანის გაშვებით, ეს ჩვენი სფერო არ არის ხალხო. ჩვენ ვერ წარმოვაჩენთ ციხეს ვარდისფერ ფერებში. მაგრამ ჩვენ მგლები ვარ და ციხე რა არის ვიცით? ჩვენ წლებია იქ დავდივართ იმ ციხეებში და ციხეში რაც ხდება ეს ვიცით. მათ შორის ვიცით რომ მიუხედავად იმისა რომ ვარდისფერად ვერ წარმოვაჩენთ, უამრავმა ადამიანმა, ასეულობით და ათასეულობით ადამიანმა ადამიანი ციხეში მიხვდა იმას თუ რას აკეთებდა. იქ შეიმანა და ამ მდგომარეობიდან გამოსა დაიწყო აღსარება თქვა და უკვე გათავისუფლებული ციხიდან მრავალწლიანი პატიმრობიდან აღარ მიუბრუნდა თავის იმ ძველ წესს. ზოგი ისევ დაუბრუნდა, ამას ჩვენ ხო ვერ გავყოლით ბოლოს. მაგრამ ეს განკაცრება შედეგად რა უნდა იყოს ამ ყველაფრის შედეგი, ამ განკაცრების შედეგი რაღაცას უყურებს გასული. ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს ადამიანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და რა არის ადამიანის საუკეთესო ინტერესები მარიხუანას მოხმარების სფეროში. ის რომ ადამიანები არ წირავდნენ თავს საჯოჯოხეთოთ პირველ რიგში და ასეთ ადამიანებს აგერ მამა დავითაც თქვა რომ ჩვენ ვერც წესუგებთ, ვერც ლოცულობთ, ვერც პანაშეს უხდით და ამ ქვეყანაზე ვიდრე ცხოვრობენ, სოციალშიც ვერ მოიხსენებთ ისეთ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას კი მოიხმარს, მაგრამ არ სწავლობს იქიდან გამოსვლაში, ვინც სწავლობს და ცდილობს ისევ ეცემა, მაგრამ ფერმედგება, რა თქმა უნდა ჩვენ შეიძლება ვეწებით. პირადადაც მათ თხოვთ მოვიდნენ მიურთიერთობენ ეკლესიასთან, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვართ ჩართული მათთან. ანუ ციხის შიშით მოხმარება შემცირდება ამას ასე გასწორად გავიგე. უყურეთ ქალბატონო და ბატონო ჟურნალისტებო, თუ კი ადამიანს საკანონმდებლო დონეზე აქვს მიწოდებული რომ დაისჯება ამ ქმედების გამო და ის მაინც ჩადის ამ დანაშაულს. არა მხოლოდ მოიხმარს, არამედ ავრცელებს ასაღებს. როდესაც ჩვენ მოვხსნით და დეკრიმინალიზაციას მოვახდენთ, ან რაღაც ლიბერალიზაციას მოვახდენთ ამის, ის მეტად შეიკავებს წას ნარკოტიკების გამო, ნაკლებად შეიკავებს, ან არ შეიკავებს. აუცილებლად საჭიროა რომ ეს საკითხი მოქცეული იყოს გარკვეული საკანონმდებლო წნეხის ქვეშ. მაგრამ რამდენი წლით ერთი უკიდურესობა მგონია მე ის რომ ადამიანს საერთოდ არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდეს მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში. და მეორე უკიდურესობა შეიძლება ის იყოს რომ სიტყვაზე შეიძლება რა ვიცი ან ჩამოაღწიო ან სიკვდილით დასაჯო ან სამუდამო პატიმრობით დასაჯო მხოლოდ მოხმარებისათვის. ეს მეორე უკიდურესობა შეიძლება იყოს. ეს უკვე არის საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის განხილვის სფერო, იქ უნდა განიხილონ და იქ უნდა გაადგენეს. ჩვენ უნდა ვთქვათ პრინციპები ეკლესიამ და სასულიერო პირებმა. პრინციპი იმისა, რომ არ შეიძლება ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების საკითხი იყოს აბსოლუტურად დეკრიმინალიზირებული, ეს არის დანაშაული საკუთარი თანამედროვე თუ მომავალი თაობების წინაშე. და ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო ევროკავშირიდან თავისმოხეული პოსტულატები, რომელსაც თავადი აღიარა ჩვენ ხელისუფლებამ მათ შორის გასული წლის 7 მაისს, რომ ჩვენ მაშინ ვიყავით სუსტები, ანუ მეტად ვემორჩილებოდით მათ დირექტივებს.
ეხლა ცოტა მეტი ძალა ვიგდენით და ჩვენ მინდა რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იქ მივაყენოთ. თუ ეს მოიტანს გარკვეულ შედეგს და ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა მოიტანოს გარკვეული შედეგი, ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგი იქნება. თუმცა სახელმწიფო ცოცხალი ორგანიზმია და ის ყოველთვის აკეთებს გარკვეულ კორექტირებებს კანონებში.